გამარჯობათ, მოგესალმებით პატივცემულო და ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო. დღეს ორშაბათია და ტრადიციულად რვის ნახევარზე გიორგი ლომიას კრიტიკული აზრი, ოღონდ დღევანდელ სიტუაციაში გაგაფრთხილად კიდევაც წინაზე ბატონმა გიორგიმ, იქნება გიორგი ლომიას გარეშე, მე კოჩა ჯოჯუა, მისი თანაწამყვანი, ტრადიციულად უკვე ჩამოგვიყალიბდა ეს დამოკიდებულება ტელემაყურებლებსაც, ჩვენს კოლეგებსაც და წავიყვან მე და შეძლების დაგვარად მე უკვე შემოგვიერთდება თუ რაღაც კამერასთან პრობლემები ქონდა გიორგის საფრანგეთიდან და თუ შევძელით რომ ჩაერთოს ახლა თქვა ჩაგვერთვება პირველივე ნაწილში თუ არა და ჩაგვერთვება რასაკვირველია მეორე ნაწილში ალბათ. რაც მთავარია, გიორგიმ ყველაზე მთავარი რაც მთხოვა, მე მგონი ყველანი ხვდებით რაც მთხოვდა, მთხოვა ის რომ ის ზარები, რომელსაც ყველაზე შეიძლება ითქვას ეს ჩემგან განსხვავებით გიორგის ხშირ შემთხვევაში მე იმის გამო რომ აზრის ჩამოყალიბებას ცდილობ ხოლმე და ხანდახან ვაფერხებ ტელემაყურებლებს და გვიან ვთავ ხოლმე გიორგიმ მთხოვა ის რომ თავიდანვე ასე ვთქვათ გავითვალისწინო ის მომენტი და ტრადიცია შევინარჩუნო და მე ვეცდები რომ ეს გავაკეთო და მართლაც როგორც კი შემოვა ნებისმიერი ზარი ნებისმიერ თემაზე იმ თემაზე რომელზედაც ჩვენ საუბრობთ ან იმ თემაზე რომელზედაც შეიძლება მას მიაჩნია რომ სასაუბროა ან კითხვა აქვს ან აზრის გამოთქმა სურს ამ ტრადიციას არ ვუღალატებ მეც და რასაკვირველია ვთხოვ ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს როგორც კი ვინმე ზარი შემოვა იმ წუთშივე ეკრანზე გამოისახოს და ჩავრთავ ნებისმიერ მაყურებელს რომელსაც თავისი ასე ვთქვათ ეს აქტიურობა ექნება და სურვილი ექნება იმისი რომ ჩაერთოს და პირდაპირ ეთერში საკუთარი კითხვა ან საკუთარი აზრი ჩამოაყალიბოს. რაზე დავიწყებდი დღეს ლაპარაკს და რა თემები შეიძლება ხო ავწიოთ მე ვფიქრობ რომ ის რაც საქართველოში ხდება პირდაპირ თუ ირიბად რასაკვირველია კავშირშია იმასთან რაც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. ურთულესი პრობლემებია, ჩვენ ყველანი კარგად ხედავთ, როგორც ჩვენს ახლო სამეზობლოში, გინდათ სავიღოთ და დასავლეთის მიმართულებით, უკრაინის მიმართულებით, გინდათ სავიღოთ სამხრეთის მიმართულებით, ეს არის ირანის და ისრაელის პრობლემა და ეს ყველაფერი ხდება ჩვენგან ძალიან ახლოს. როცა თქვა ოკეანის გადაღმა სიტუაცია რასაკვირველია ასევე იმიტომ რომ დედამიწა ძალიან დაპატარავდა გამომდინარე ტექნოლოგიებიდან დღეს უკვე თქვა დიდი მანძილები შორი მანძილები ფაქტიურად არ არსებობს არც ეკონომიკური თვალსაზრისით იმიტომ რომ შეიძლება ითქვას რომ მთელი მსოფლიოს ეკონომიკა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული ისე რომ თუ კი თუნდაც ერთ წერტილში რაღაც გარკვეული პრობლემა შეიქმნება ის აუცილებლად გადაეცემა ჯაჭვურად მთელ მსოფლიოს და ამის გარდა, როცა საუბარი არის სამხედრო ტექნოლოგიებზე, დღეს უკვე ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ აქ აღარ არის სუპერ სახელმწიფოებზე საუბარი, რომელთა შეიარაღება და ტექნოლოგია დედამიწის ნებისმიერ წერტილზე, ასე ვთქვათ, მიწვდებოდა, დღეს უკვე ჩვენ ხედავთ იმასაც, რომ ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ ირანისგანაც არ ელოდნენ, მაგრამ 4000 კილომეტრზე წვდომა ეს იმას ნიშნავს, რომ ირანს თავისუფლად შეუძლია ევროპის ქვეყნებს და მათ შორის ინგლისსაც კი მიწვდეს. აღარ არის ლაპარაკი, რასაკვირველია საქართველოს მე არ ვსაუბრობ იმას, რომ ჩვენ ვინმეს, ასე ვთქვათ, ცეცხლის არეალში შეიძლება მოვექცეთ ჩვენი პოლიტიკის გამო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ აგერ იმაში, რა ქვია, ფინეთშიც კი უკრაინული დრონი ჩამოვარდა. ესტონეთში ამდენიმეჯერ უკვე დაფიქსირდა ასევე დრონები და ესტონეთთან ფაქტიურად განხორციელდა თავდასხმა ესე პეტერბურგში, ლენინგრადი ხო, დღევანდელი ლენინგრადზე და იქ იმაში რა ქვია ნავთობ გადამამუშავებელ და ნავთობ მიმწოდებელ პორტებზეც კი იყო თავდასხმა. ასე რომ, როდესაც გარშემო სამხედრო ოპერაციებია, იქ შეიძლება შენი ტერიტორია ისე იყოს გამოყენებული, რომ არც არავინ არაფერი არ კითხოს და საფრთხეები რასაკვირველია ამ მიმართულებით რასაკვირველია არის. აქედან გამომდინარე, როდესაც დღევანდელი თქვა ქართული ოცნება, რომელშიც რასაკვირველია იმ ნაწილშიც ვეთანხმები, რომ მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ არ ჩართულიყო არანაირ კონფლიქტში, ეს
ნორმალურია, მაგრამ მარტო მათზეც არ არის დამოკიდებული. როდესაც კონფლიქტურ სიტუაციაში შენ ცდილობ იმას, რომ კონფლიქტი აიცილო თავიდან, ეს არის ნორმალური. ოღონდ ამას ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა მარტო ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და ალბათ ამ პოლიტიკოსებს, რომლებიც ქართულ ოცნებაში არ არიან, მე მათზე მაქვს რასაკვირველია საუბარი და არც ბიძინა ივანიშვილის გუნდში მოიაზრებიან და ან მოიაზრებოდნენ, მანამდეაც იყო ამაზე საუბარი და პირადად მე ამას როცა ვლაპარაკობ, არა მარტო მე, აი ამ ტელევიზიიდან ხშირად იყო სწორედ საუბარი იმაზე, რომ თქვათ იგივე რუსეთთან დაპირისპირება აცილება რასაკვირველია შესაძლებელი იყო. ასევე დღესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ არა მარტო რუსეთთან არის აუცილებელი, რომ აიცილო კონფლიქტური სიტუაცია, არამედ დასავლეთთანაც იგივეა. დასავლეთი ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, ჩვენს თვალწინ ხდება და ამაზედაც სხვათა შორის ხშირად გვისაუბრია, რომ მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ნატოს საკითხიც, ასე ვთქვათ, ჰაერში იყო გამოკიდებული და მივიდა იმ წერტილამდე და ეს ბუნებრივი იყო, რომ ასე განვითარება ასე მოხდებოდა. ამას არ ჭირდება რაღაცა მისნობა, არ ჭირდება არც ყავაზე მკითხაობა, არც რაღაცა კასანდრას იმითი, რომ რაღაცა შეიძლება წინასწარმეტყველობა. არა, უბრალოდ ჩვეულებრივი რამეა, ვინც აკვირდება ისტორიას, მე ამას როცა ვლაპარაკობ, არავინ არ ჩათვალოს, რომ ვინმე შეურაცხყოფას ვაყენებთ, ვინც შეიძლება ასე ვთქვათ, გაგრძელებას ლოგიკისას ვერ ხვდება ხოლმე. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც თავიანთი პროფესიის მიხედვით, ან თავიანთი შეიძლება პროფესია კი არა, ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ხო? შეიძლება პროფესია ისტორიკოსიც კონდეს, მაგრამ შეიძლება არ მუშაობდეს შენი, ასე ვთქვათ, პროფესიით და შენი პროფილით და შეიძლება სრულიად სხვა საქმით იყო დაკავებული, მაგრამ შენი ცხოვრების წესი აღარ გაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვათ, უფრო მეტი ყურადღება დაუთმო იმას თუ რა ხდება. ხო, აქაც დიდი მისნობა არ ჭირდება, ამასაც ელემენტარულად, ამას რატო ვამბობ? როდესაც საინფორმაციო საშუალებას უყურებს, ხო, ადამიანი, დიდი ნაწილი ზუსტად ისე ღებულობს, რასაც მას ეუბნებიან და ვერ ხედავს ხოლმე სად გადის აი ეს ხაზი, რასაც ჩვენ პროპაგანდას ვეძახით. იმიტომ რომ ნებისმიერი, თუნდაც ქართული სატელევიზიო სივრცეს თუ ავიღებ და შევხედავთ, ნახავთ რომ გარკვეულ წილად შეიძლება ითქვას, რომ აი თუნდაც ორი, ასე ვთქვათ, ორი პოლუსი რო ავიღოთ და არ ვლაპარაკობ კიდე იმ დანარჩენ მედია საშუალებებზე, რომლებიც ჩვენის სახითაც და კიდევ სხვა ტელევიზიების სახით, ან არათუ ტელევიზია, არამედ სტუდიები, რომლებიც წერენ და დღევანდელი ტექნიკური საშუალება ამასაც იძლევა საშუალებები არსებობს, გადიან თქვათ იგივე არა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ინტერნეტ სივრცეში, ხო? და არსებობს, ასე ვთქვათ, ამ ორ პოლუს შორის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, შეიძლება შრე, რომელიც ამ პოლუსებზე, ამ პოლუსებიდან გამომდინარე პროპაგანდაზე არ არიან, ხო? მაგრამ თუ ამათ შეხედავთ, მიხვდებით, ხო, ალბათ გარკვეულწილად ორი სხვადასხვა სამყაროა. და ეს ორი სხვადასხვა სამყარო იმ დონეზე გადმოცემს, ასე ვთქვათ, თავისი პოზიციის დაფიქსირება იმ დონეზე უნდა, რომ უკვე ადამიანებში გარკვეულწილად რეფლექსური მომენტები დაიწყო და მე ამას რეფლექსურს ხედავ ყოველ შემთხვევაში ასე ხსნი, როდესაც ვთქვათ, ერთი ნაწილი თუნდაც იმ კონფლიქტში, რომელიც აგერ ახსენე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს, თუ ერთმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ამერიკა ისრაელს, მაშინ მეორე ნაწილმა, რომელსაც ჩვეულებრივად რეფლექსურად წარმოიშვა, ხო? აი ხანდახან ფიქრობ, რამ გამოიწვია ეს, ხო? რეფლექსი ჩვეულებრივი, რადგანაც ერთი ნაწილი და ასე ვთქვათ, ის ლიბერალური ფრთა, ეგრეთ წოდებული ლიბერალური ფრთა, რომელსაც ასე შევარკვით, მხარს უჭერს ამერიკა ისრაელს, მაშინ რასაკვირველია, თუ მისი მოწინააღმდეგე ხარ, მხარი ვის უნდა დაუჭირო ირანს და აღმოჩნდა, რომ საქართველოშიც დიდი ნაწილი უცბად ის ნაწილი თან, რომელთანაც მე ამას რატო ვამბობ, ჩემი დიდი ნაცნობობის, ასე ვთქვათ, წრეც კი, რომელთაც ხშირად ველაპარაკებოდი იმაზე, რომ ნუ შეხედავთ ირანს გიორგი სააკაძის ფილმით მარტო. ხო, იმიტომ რომ მე ირანისტი ვარ და ირანთან ურთიერთობა ამ უძველეს იმპერიასთან, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ თუ კი გახედავთ, ხო, მის ისტორიაში ისევე როგორც დღევანდელი იტალია შეიძლება არ არის რომი, ის რომიც, ასე ვთქვათ, იყო ანტიკური ხანის რომზე როცა საუბარი, მაგრამ ის რომი გეოგრაფიულად ხომ ისე იქ
მდებარეობს, ის იტალიკების ტომი და დღევანდელი იტალიაც რასაკვირველია, მემკვიდრეა, ისევე როგორც საბერძნეთი, მემკვიდრეა იმ ბერძნული კულტურის და ბერძნული ელინური ცივილიზაციისა, ხო? გარკვეულწილად ირანიც ასევე მემკვიდრეა იმ აქამენიდური, ბოლოს უკვე სასანიდური, როდესაც ისლამამდელი შეიძლება დავარქვათ ირანის პოზიციებს თუ შევხედავთ და მის როგორც ერთ-ერთი პირველი იმპერია იყო, ხო? ჩამოყალიბებული პირველი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპერია, სადაც შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ადამიანური ფორმებით შეიძლებოდა, ასე ვთქვათ, ადამიანს იქ თავისთავი ამ იმპერიაში დაცულად ეგრძნო, ხო? ეს არის, მაგრამ დღეს ხო შეცვლილი სურათია. ჩვენს ისტორიაზე, ჩვენს კულტურაზე დაწყებული აი უძველესი დროიდან, ხო, უძველესი დროიდან ქართული კულტურის ჩამოყალიბებაზე, ქართული პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რასაკვირველი აღარ ლაპარაკობს სიტყვების უდიდესი ნაწილი, შეიძლება ითქვას, რომ თუ კი ავიღებთ, ეს ჩვეულებრივი რამეა. ეს იმას კი არნიშნავს, რომ ვინმეს მხოლოდ და მხოლოდ გავლენაა და ეს ამითი ამცრობს სხვას. ჩვენთან ბერძნული კულტურაც ისევე, როგორც ირანული კულტურა, ხო, შემოსული იყო და ჩვენი სიმდიდრე როდესაც ის შემოდიოდა, მაგრამ ჩვენ ხვდებოდით მას ჩვენი კულტურით. ოღონდ ვიღებდით იქედან ყველაფერს კარგს. ესეც ჩვეულებრივი რამეა. ხო, როგორც დღევანდელი თქვა, შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი, რომელიც რაც კი კარგია, ყველაფერს უცბად იღებს, აი ხლა მაცნობენ, რომ გიორგი არის ხაზეო და აგერ ჩავერთოთ, მივესალმოთ. გამარჯობა გიორგი. მოგესალმები გოჩა, დიდი ხანია მე ხაზოა უბრალოდ ტელევიზია ვარ და არა ვარ და CNN-ი და ტექნიკური პრობლემა მქონდა. არსებობს არის, თუ ისმენდი, სწორედ ემაზე ვთქვით, რომ ალბათ იმედი დავიტოვე, რომ შემოგვიერთდება გიორგი მეთქი და ძალიან კარგია, რომ შემოგვიერთდი. ერთი მომენტია და სხვათა შორის აი ხლა ზარი შემოვიდა. გიორგი მთხოვა თქვენს აღნიშნე, რომ მაქსიმალურად რახან შენ და გიორგი იქნებით, ხო, იმ ტრადიციას ნუ დაარღვევთო, რომ როგორც კი ზარი ხო, გიორგის საოცარი დემოკრატია ამ ხრივ და აქედან გამომდინარე ზარია შემოსული და მოდით აგერ შენთან ერთად ზარიც უცბად შემოვიდა. მოусმინოთ. გისმენთ? ალო. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით ბატონო გოჩა და ბატონო გიორგი. გამარჯობა. მოგესალმებით. ბატონო გოჩა, კარგად გესმით, რომ გასული ორი კვირა ძალიან ძიმე იყო ყველა ქართველისთვის და ჯერ კიდევ ალბათ ხანთი მოქმედებს ეს სკოლაზე და ამის შესახებ პრიოდე შეკითხვა მინდა დაუბრუნდე ცოტა უკან თამაშთა გადახურვა იქ თქვენ დაზუსტებით მიწოხობ ჩემთვის საინტერესოა ის ხმაჭილი რომელიც დააკავეს რომელმაც სულ შეტყობინება გავრცელა იქ თვითონ დანაღმული არისო თუ ბომბა არისო ჩადებული რაღაცა აი ის რა მაინტერესებს აი ეს თავისი ახალგაზრდული ბავშვური ჭკუით მოქმედებდა და თვითონ მოვიდა აზრად თუ ის უკან დგას ვინმე უფრო ბნელი ძალები და twist დაკვეთით დარეკა და მეორე შეკითხვა მაქვს ბატონო გოჩა ძალიან ბევრი ხალხი იყო ჩამოსული ბევრი გამოაცხადეს ბევრი ალბათ არ გამოუცხადებია და რუსეთიდან თუ იყო ვინმე ხასრულიორები მე ვიცი რომ რუსეთის ბევრ ქალაქებში მოსკოვში და სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდა სამგლიოვიარო პანაშვიდები მაგრამ თუ ვინმე ესწრებოდა და არ გამოუცხადებია თუ არა იყო გამოცხადებული მაინტერესებს თუ დაზუსტებით ამის შესახებ შეიძლება კიდე დაგეკავშირდეს სადაგზა მსოვლის დროს კი ბატონო დიდი მადლობა კი ბატონო გაიხარეთ აგერ გიორგიც ამბობდა და გიორგი ბარებ შენც გაეცი პასუხი აქ ჩამოსული ყვეთობა გამორჩა ამ ბატონს სამწუხაროდ ბატონო ჩემო ესეთი სრულ შეტყობინებები ეთქობა ეს ბავშვების ეს არის რა ქვია დაავადება არის აგერ საფრანგეთის არჩევნებზე 5 თუ 6 ეგეთი სრულზარი იყო ეს რა ქვია საარჩევნო უბანი არისო თან საფრანგეთის სხვა აი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სხვადასხვა ემებში რა ქვია რეგიონებში რა რომ შეატყობინეს ბავშვებმა და სულ ყველა თინეიჯერი იყო სხვათა შორის არ იყო ხა სერიოზული ვინ დარეკავს რა და ნუ მაინც ახლა გადაამოწმეს ახლა ჩვენგან განსხვავებით იმ ბავშვებს აქ
არ იჭერენ უბრალოდ ყურებს აუწევენ ალბათ და გაუშვებენ სახში. ალბათ იმ ჩვენთანაც იმ ბავშვს აუწევენ ყურებს და გაუშვებენ სახში, მაგრამ ეს რაღაცა ეს არის, რა ქვია, ან მოდაა გოჩა, ან რა არის, არ ვიცი. არიცი, თანამედროვე სიტუაციამ ბევრ რაღაცაში შეცვალა დამოკიდებულებები და არასერიოზული დამოკიდებულება ის რომ პოპულარული გახდეს ადამიანები იმის გამო რომ პოპულარული გახდნენ ისეთ რაღაცებს აკეთებენ მე ბავშვებისგანაც არ მეკვირს ეგა და ბატონის ის მოსაზრება რომ ხომ არ არის რაღაცა ეს უფრო რთულ იმასთან დაკავშირებული ვიღაცას ალბათ ნაკლებად და იმეც ხო არ ამგონია რომ მსგავსი რაღაცა იყოს იმიტომ რომ არც ერთ ძალას დღეს არა თუ საქართველოში, არამედ საქართველოს, ასე ვთქვათ, გარეთაც. აი, აზრს მოკლებულია უკვე გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ, რომ რაღაცაში გამოიყენო ეს მომენტი, ხო? თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი ვინც კი დაპირისპირებული იყვნენ, მათთვისაც კი არ არის, ასე ვთქვათ, მისაღი, არაფერს არ მოიტანდა ეს. ანუ მიზნობრივობა ამისი, ვთქვათ, არ ამგონია რამე იყოს, გარდა იმისა, რომ ბავშვობა იყოს და ალბათ ყოველ შემთხვევაში რაღაცა მე ინფორმაცია აღარ ყოფილა. რაც შეეხება აი მეორე საკითხს, რომ ჩამოსული იყვნენ თუ არა, რასაკვირველია იყო ჩამოსული, ოღონდ გახსოვთ თქვენ რომ ქართული საზოგადოებაში იყო ის მომენტი, რომ რუსეთიდან ჩამოსული დელეგაციის გამო ხომ არ ხდება ის, რომ რაღაცა წირვის ჩატარება, ვთქვათ, როცა საუბარი იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, ანუ ბევრი ის გამოიწვია გარკვეული დაპირისპირების მომენტები იყო საზოგადოებაში და ალბათ ამის გამო შემდგომში უკვე ყურადღება ალბათ თქვენს გამოგრჩათ, თორე ისე რასაკვირველია ჩამოსული იყო ჩვეულებრივად გაცხადებულიც იყო ეს ყველაფერი, მისამძიმრებად ჩვეულებრივად იყო და რასაკვირველია რუსული მართლმადიდებლური ეკლესიაც ამ შემთხვევაში ელემენტარულად თავს არ დაიზიანებდა მინიმუმ, რომ თქვათ რაღაცა უყურადღებობა ყოფილიყო თქვათ მისი მხრიდან და მის მხრიდანაც რა ქვია, იგივე არა მარტო ეკლესიის მხრიდანაც, არამედ სახელმწიფო ასე ვთქვათ პირდაპირ ვერტიკალიდანაც მართალია პირველი პირის დონეზე არ ყოფილა ვთქვათ ეს, თუმცა გაჟღერებული იყო რომ ისინიც ასე ვთქვათ უსამძიმრებენ. იმიტომ რომ რეალურად უხუცესი ბერი გარდაიცვალა, გარდა იმისა რომ პატრიარქი იყო, პატრიარქი და უხუცესი ბერი, რომელსაც მართლაც შეიძლება ამაზე ჩვეულებრივად როცა კი ნებისმიერ სიტუაციაში მოგვიწევს საუბარი და შეფასება, მართლაც ერთი ეპოქა შეიძლება ითქვას რომ დამთავრდა პატრიარქთან ერთად და ჩვენ ახლა სრულიად ახალ ეპოქაში შევდივართ და ნებისმიერი აი ჩვენი დღევანდელი პრობლემებზეც როცა ვლაპარაკობთ, ხო ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ხო ეს თემა მუდმივად იარსებებს და იქნება. ოღონდ მეც და გიორგიმაც, სხვათა შორის გიორგის სტატუსი ვნახე. რაც უფრო ნაკლებად ჩავერევით ახლა სინოდზე, აი ნებისმიერი ფორმით, ხო მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი ფორმით ჩარევა. მხარს ვინმეს დაუჭერ, არ დაუჭერ, ხო? სინამდვილეში მაინც იქნება ჩარევა და მოვახერხეთ რა, ამაში მეც, გიორგისაც, უდიდესი წვლილი საქართველოს ეკლესიას, ყველაზე დიდი წვლილი განუზომელი საქართველოს პატრიარქს აქვს ის რომ კონკორდატი ნიშნავს იმას რომ სახელმწიფო, ანუ საერო ადამიანები ნაკლებად უნდა ვერეოდეთ საეკლესიო საქმეებში. და ეს არის კონსტიტუციური შეთანხმება, რაც ფაქტობრივად, კიდევ ამბობ, თავიდანვე აი ამის მიღწევაც კი ეპოქალური იყო, როდესაც ჩვენ მოვახერხეთ რომ დამოუკიდებლობის პირობებში შევძელით ყველაზე მთავარი რამ, ქართული ეკლესია, რომლის მიმართ, ხო ის ვალდებულება, ის ვალი, რომელიც გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენი ქართული ცნობიერება უდიდესი ნაწილი ამ ქრისტიანულმა ეკლესიამ წერა-კითხვიდან დაწყებული, დამთავრებული ჩვენს სააზროვნო მენტალობამდე, ჩვენს პოლიტიკურ მენტალობამდე, ჩვენს ვექტორზე, ყველაფერზე ამაზე რასაკვირველია უდიდესი გავლენა მოახდინა და ამაში მადლობა უნდა გადაუხადოთ ეკლესიას, რომლის ვალსაც ვერ ამოვიღებთ ეს ჩათვალეთ რომ მივიღეთ თუ არა, ხო 1600 წლიანი ეს არის რა ქვია პერიოდი, როდესაც ჩვენი აზროვნება ხო განისაზღვრებოდა იმით რომ ქართველი ხარ, ესე იგი ქრისტიანი იყავი. ხო ეს საოცარი რამე იყო და ამითი გაუძელით მოვედით აქამდე და ასე რომ მე ვფიქრობ რომ ნაკლებად აი გიორგიმ დაწერა კიდევაც მე წერტილს ვაო რომ აი ჩარევა რო არ მოხდესო იმაზე რა ქვია როგორი არჩევნები იქნება, რა სიტუაცია იქნება, რაც უფრო ნაკლებად შეერევა და პირიქით რა ჩვენ ვეცადოთ ერთ რამეს რომ ხელისუფლება იქნება თუ ხელისუფლებასთან აფილირებული ადამიანები, როდესაც რაღაცა აზრს გამოთქვავენ, ხო რაღაცა თავი შეიკავონ რა სულ ყველას ალბათ ავიცი მე აქედან ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში ვეცდები იმას რომ მაქსიმალურად შევიკავო თავი. ჩვენ აუხსნათ ამ ბატონსაც და ჩვენს მაყურებელსაც და მსმენელსაც რომ ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ იყო ჩამოსული ყველა რუსეთის ეკლესიაც იყო და
იქ რამოდელი დელეგაცია იყო წამოსული. ახლა თუ იმაზე სპეკულირებს ვინმე რომ კონსტანტინოპოლიც იყო და რუსეთს შორის დაძაბულობა უკრაინის ეკლესიასთან მიმართებაში, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეს დაძაბულობა არსებობს, რუსეთის ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის ევქარისტია ან ლოცვითი კავშირი არ გაწყვეტილა. მიუხედავად ყველაფრისა, ევქარისტიულ მასში არის, რა ქვია, ურთიერთობაში არის ორივე ეკლესია და ორივე ეკლესია ერთმანეთს მოიხსენიებს დიდი გამოსვლის დროს ბარძიმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მიუხედავად აი უკრაინის ეკლესიის ცნობისა კონსტანტინოპოლის მიერ. მეორე საკითხი, რაც შენ გაამახვილე ყურადღება იმაზე, ჩვენ რამდენად გვაქვს უფლება თუ არა გვაქვს. ჩვენ არა ვართ საბერძნეთი და არა ვართ ბელგია, სადაც რელიგია არის აყვანილი სახელმწიფო რანგში. ჩვენ ვართ საფრანგეთის ტიპის სეკულარული ქვეყანა, ხა ბელგიაში და იმაში რა ქვია საბერძნეთში ბელგიაში კათოლიციზმის სახელმწიფო რელიგია, მართლმადიდებლობა იმაში რა ქვია საბერძნეთის სახელმწიფო რელიგია, იქ შეუძლიათ ერისკაცებს ასე ვთქვათ ან საერო პირებს ჩაერიონ რაღაცა დოზით. მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ აქვს ჩვენთან ისევე როგორც საფრანგეთში ეკლესია და ნებისმიერი რელიგიური მიმართულება საქართველოში ისევე როგორც საფრანგეთში გამიჯნულია იმისგან რა ქვია სახელმწიფოსგან ის არის დამოუკიდებელი ორგანიზმი დამოუკიდებელი ასე ვთქვათ მოთამაშე აქტიორი ოღონ თავის მასში რა ქვია თავისი მიმართულებით რელიგიური მიმართულებით სადაც ჩვენ ვერანაირად ვერ ვყოფთ ხვირს და მე ძალიან მიკვირს ხოლმე ის რომ ჩვენ ესენიც რა ქვია ზოგჯერ ჩვენი პოლიტიკოსები გამოხდებიან და იძახენ რომ აი საპატრიარქოს ხმა არ ისმის უკაცრავად და საპატრიარქო ეს არის სახელმწიფოსგან გამყენებული კონკორდატით საკონსტიტუციო შეთანხმებით გამოყოფილია ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ბერმონაზვნები არიან რა ქვია საქართველოს მოქალაქეები ისინი მაინც ყოველთვის ცდილობენ რომ არ ჩაერიონ პოლიტიკაში რამდენად გამოვიდით ეს მეორე საკითხია, მაგრამ მე არ მინახავს არც ერთი შემთხვევა, რომ რომელიმე მეუფეს რაღაცა განცხადება გაეკეთებინოს პოლიტიკური და ეს ყოფილიყოს სრულიად ეკლესიის ან საპატრიარქოს. ანუ გიორგი დავაზუსტოთ, ეს არ უშლის მათ პიროვნული გამოხატულება, ჩვეულებრივი რამეა, ერი, ბერი ცხოვრობს, მას აქვს რეაქციები იმაზე რაც ხდება, ჩვეულებრივი რამე არავინ არ უშლის, მაგრამ ის რომ პოლიტიკაში პირდაპირ ერეოდეს, ან პოლიტიკა პირდაპირ ეკლესიაში ჩვენთან გამოჩნდნენ ადამიანები, რომ სახელმწიფო დონეზე, სახელმწიფო რელიგია გავხადოთ. ეს არის მიღწევა, რასაც მივახციეთ იმ კონკორდატით, სწორედ რომ ასია გამიჯნული. როგორც კი სახელმწიფოს შემოიყვან ეკლესიაში, თან ეკლესიას სახელმწიფოში, თქვენ წარმოედგინეთ, რომ ჯერ არა ვართ ჩვენ ისედაც და არ ვიცი, არც მომავალში არ ვფიქრობ, რომ ის იყო სწორი იყოს ის, რომ ესენი ერთმანეთში ერეოდნენ, ეს ორი რაღაცაზე დგას, საეროზე და სასულიეროზე დგას, რომელიც ერთმანეთთან კვეთაშია, რასაკვირველია, მაგრამ ეს არ ნიშნავს სამართლებრივად და ზოგი ამბობდა, რომ გავხადოთ სახელმწიფო რელიგია. აი, როგორც კი გახდით სახელმწიფო რელიგია, ჯერ ეხლა ვლაპარაკობთ, რომ სახელმწიფო არ შეერიოსო და მერე შენ წარმოდგენელი გაქვს, რომ ეს ერთიან სისტემაში როცა იქნება, საერთოდ რას მევიღებთ, კაცო, ღმერთმა დაგვიფაროს. კი ბატონო. ამიტომ ჩვენ მე მაინც ვთვლი რომ აი ფრანგული მოდელი, ანუ სეკულარული მოდელი განსაკუთრებით კარგი არის რელიგიის დაცვისათვის, იმიტომ რომ სეკულარული მოდელის პირობებში რელიგია უფრო მეტად დაცული და ხელშეუხებელია სახელმწიფოსგან, ვიდრე ვთქვათ, როდესაც ის არის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული და სახელმწიფო და მასში რა ქვია რანგში აყვანილი. თუმეტეს ახლა ჩვენთვის ეს არის ძალიან კარგი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, როდესაც არის ხომ ემაზე საუბარი, გოჩა რომ საპატრიარქო არ ჩაერიათ რაღაცა, არ დარჩენილა არც ერთი პოლიტიკური მოვლენა.
თავისი აზრი ყოველთვის ჰქონდა პატრიარქს, ეპისტოლე მოსმენა უნდა ვისწავლოთ უბრალოდ, ხო აქ ამაზეა ლაპარაკი. როცა ისმენ, რასაკვირველია გაიგებ, ყველა პრობლემას, მართალი ხარ გიორგი, არ არსებობდა საქართველოში რომელიმე პრობლემა. შენ წარმოიდგინე ისეთი პრობლემებზე არ არის ლაპარაკი, რომელიც მაღალ პოლიტიკური ნებისმიერ პრობლემას, რომელიც ხმას არ იღებდნენ იმაზე დემოგრაფიაზე. არ ჩაერი აბა რა იყო ის, როდესაც შვილების მონათვლა. ანუ საპატრიარქო ყოველთვის არა მარტო აზრს გამოთქვავდა, მოქმედებდა კიდევაც, სადაც შეეძლო, თორე არის რაღაცა საკითხები, ის ვერ ერეოდა იმის გამო, რომ ერთი ნაწილი მეორე ნაწილს არ დაპირისპირებოდა. ეს მომენტები არსებობდა ყოველთვის. ზარია გიორგი და ბარემ ერთით შემოუშვათ და მე გავაგრძელოთ. კი ბატონო, აუცილებლად. გისმენთ? დიახ, მოგესალმებით ბატონო, საუბრობთ. ისმის ბატონო. ისმის, პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ, ხო და მოგესალმებით მშვიდობიან საღამოსკუთილებს ჩვენ და ჩვენთან მოხალხეებსაც. რა უნდა დაჩენილი დროებია და 40 დღე თემ ქვეყანა გლოვაშია. ხო და რა მაინტერესებს ახლა მე წეგარ აქცენტი ირან-ამერიკის კონფლიქტი. და ძალიან საინტერესო ძალიან მოკლედ და ლაკონურად გეტყვით. რას თამაშობს ბატონი ტრამპი? მე ბლეფს თამაშობ, ხო? აი ეს ბლეფი სადამდე მივა? ანუ ეგრეთ წოდებული სტავკების აწევა, როდის დაიწყება? და მაქსიმალურად რაზიკლებებს, თორე ის რომ ამერიკის ჯარისკაცებს იქ არ ჩასავენ და იმ წუთში დიდი ამბავი ატყდება და კონგრესმენები და შეავიწროვებენ, რა თქმა უნდა ლაპარაკი თუნდაც რამოდენიმე ასეული ჯარისკაცი მოკლეს ამერიკელი. მაგას არის და ეგ ესეც იქნება, იმიტომ რომ ირანს ვიტყვით რომ მილიონიანი არმია მინიმუმ ყავს. ხო, ისა რა თქმა უნდა მაგას გულხილ ფეხოსან არმია. ანუ ეგრეთ წოდებული ფეხოთა ხო და აი რას თამაშობს ტრამპი? აი ეს არის ძალიან საინტერესო, როდემდე გაგრძელდება კიდევ დაახლოებით ეს კონფლიქტი, როდის უნდა დამთავრდეს, თორე რუსეთში რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი რომ კიდევ გაგრძელდება მინიმუმ 4 წელი ერთიამდე, ამას თქმა არ უნდა. იმიტომ რომ ეს დაგეგმილია და ესეც რამდენი სლავი მოკვდება იმ ამერიკის ომის გამომთვლელ ცენტრში კარგად იტყვიათ. ხო და კიდევ ერთი რა განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა თუ პრეზიდენტმა, რომ ეს არ არის ჩემი ომი, ირან-ამერიკის ომი, ამიტომ მე არ დავეხმარები და აი უკრაინა-რუსეთის ომი, ჩემი ომია, იმიტომ რომ წარე გამოცდილება გაქვს. ესე იგი, ნახეთ ვინ მიიღებს ნატოში სწრაფად და დაუყოვნებლივ რამდენიმე წრეში შვედეთი და ფინეთი. რომლებიც ყოველად უმადურები აღმოჩნდნენ და ხელსაც არ გაანძრევენ ამერიკის სასარგებლოდ. ეს ერთი და კიდევ მე მგონი ესეც იქნება და აი ამერიკა როგორ დაამთავრებს ეს ძალიან საინტერესო კიდე ტრამპის მომენტია ერთი. ეს კაცი რო ითხოვს ესე გამალებით ნობელის პრემიას, შენ ვიღაცის რო ყავს იქ მარიონეტი როდრიგესი და ითო ჩემი ნობელის პრემიას გაჩიქოთ. ეს რა მოვლენა ძალიან ხო ამაზე ორი სიტყვით მითხარით, იმიტომ რომ თუ ეგრეა, ხო, ჩვენ გამოვუწეროთ შოთა რუსთაველის პრემია მივცეთ, თუ არა და აგერ ჟურნალისტები ბრძანები და პორცელანის პრემიაზე წარმოადგინოთ ეს კაცი. ან წერლებმა გუგენჰაიმის პრემიაზე და ცოტა იქნება დაუკმაყოფილდეს პატრიოტმოყვარეობა. რა ვიცი, ცოტა უცნაური კაცია მაინც. ძალიან ამბიციური. მაგრამ უცნაური, მაგრამ ისეთ იმხელა ქვეყნის პრეზიდენტია, ჩვენც ცოტა ესე მოვიქცეთ, იმიტომ რომ პუტინიც კი ამბობს ეს კაციო, არა მარტო რუსული გამოთქმა, ხო? რასაც ფიქრობს, იმას ამბობს კი არაო. რასაც უნდა იმას ამბობსო, მაგრამ მიუხედავად ამისა, აკეთებს კიდევაცო და ის უდგება ფრთხილად და ჩვენც სიფრთხილით რომ მოვეკიდოთ, კარგი იქნება ისე, ჩვენთვის რომ ვიცოდეთ თორე ახლა. გიო, საინტერესო რაღაცა თქვა ბატონმა და მოდით დაიწყე შენით და მე მეც ბატონო, მე ყურადღებით უყურებ და უსმენ და რა ვიცი, ალბათ შენც ახლა მეც და შენც ისრაელთან გვაქვს პირდაპირი კავშირები და ჩვენი სანათესაო სამეგობრო და საახლობლო ძალიან ბევრი ცხოვრობს ისრაელში და გული შეფტკივა იქ რა ხდება და როგორ და რანაირად, ხო? ძალიან მძიმე სიტუაცია არის, ახლა ტრამპმა რახანეს დაიწყო, ცოტა რთულია გათვლები იმაზე, რა იქნება და როგორ იქნება. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ყველაზე მთავარი რაც გააკეთა ტრამპმა ამ ინტერვენციით, ეს არის ის, რომ აიათოლების მმართველობა გადაიტანა ასე თუ ისე, ახლა შენ ირანისტი ხარ და უფრო კარგად გამიგებ რას ვამბობ, აიათოლების მმართველობა გადაიტანა სამოქალაქო მმართველობაში. ანუ აიათოლები ფაქტიურად
აღარ განაგებენ სიტუაციას განაგებს ლარიჯანი სიტუაციას განაგებენ პარლამენტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ თუნდაც იმ რა ქვია სამხედროები და თუნდაც ის გუშაკთა корпуსი ანუ ფაქტიურად სამოქალაქო ფორმატში გადაიტანა ირანის მმართველობა და ვნახოთ რა იქნება და როგორ იქნება შემდეგ ნაბიჯს დაველოდოთ ფაქტიურად ისრაელი თავის მხრივ ჩამოყალიბდა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოთამაშედ რომელიც ძალიან დიდ როლს შეასრულებს ახლა ყველა ომი მაინც ჩვენი ერთხელ თავდება ხო ეს იქნება ორთვიანი სამთვიანი ათთვიანი თუ ასე შემდეგ ნებისმიერი ომი მაინც თავდება მოლაპარაკების მაგიდასთან მე საერთოდ ვამბობ რომ ჯერ მოლაპარაკების მაგიდით დაიწყეთ ბოლოში რომ ამთავრებთ მეთქი მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცას თავისი წესები აქვს. ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. მე არ ამგონია რომ ტრამპმა შეიყვანოს ეს რა ქვია ჯარები შესაძლებელია რამოდენიმე რაღაც სახმელეთო ოპერაციები, სწრაფი რეაგირების და სპეცდანიშნულებით რაზმებით განხორციელდეს, მაგრამ ნუ ახლა ირანი ტრამპმა მშვენივრად იცის რომ ირანი არ არის არც ერაყი, არ არის არც ავღანეთი და არ არის არც ლიბია, რომ იქ რაღაცა სახმელეთო ოპერაციით რაღაცას მიაღწიო იმდენად რთული რელიეფური ეს აქვს, რა ქვია, განლაგება აქვს ირანს, იქ წარმოუდგენელია რაიმეს მიღწევა. ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება, მე უსმენ ხოლმე ფრანგ და ამერიკელ და ბრიტანელ გენერლებს, რომლებიც ამ სამხედრო ოპერაციის მომხრეები არიან და ისინი აფასებენ თავის მხრივ ძალიან დიდი მოწინააღმდეგეები არიან ამ ოპერაციის განსაკუთრებით ფრანგი გენერალიტეტი რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ჯიბუტში, ავღანეთში, ერაყში და რა ქვია კოსოვოში და ისეთ ქვეყნებში სადაც აფრიკაში განსაკუთრებით სადაც კონფლიქტები თითქმის ყოველდღიურად არის და ფრანგებს ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლის უნარიანი არმია ყავთ დაველოდოთ რა იქნება შენი თქმის არ იყოს ტრამპი არა მარტო ამბობს და აკეთებს არამედ არ ვიცი კიდე ყველა რას გააკეთებს აი ესეთი რა იცი გიორგი მე რა მკუთხით მინდა იცი რა მე მივიდე თუნდაც აი ეს რაც ბატონმა დასვა ცოტა შორიდან დავიწყო და ვთქვა ერთი რამ ტექნოლოგიები განსაკუთრებით ომში ტექნოლოგიები მარტო იმითი არ განისაზღვრება რომ გამოჩნდა ვთქვათ შედარებით ასე ვთქვათ იაფიანი დრონები რომლითაც შეიძლება მიაღწიო მიზანს და მრავალმილიონიანი სამიზნეები ასე ვთქვათ იმას აქნა დააზიანო ეს მარტო ტექნოლოგიები არ არის ბევრი რაღაც დავინე კონვენციური ომების შემთხვევაშიც კი თუნდაც იგივე რუსეთ-უკრაინის ომი მაინც კონვენციურ ომად შეიძლება ჩავთვალოთ იმიტომ რომ რეალურად იმ თავისი მოქმედებების მასშტაბებითაც მოქმედების გეგმითაც ის რაც დღეს მიმდინარეობს ეს მიუხედავად იმისა რომ რასაკვირველია ყოველთვის არსებობს ნებისმიერი ომის დროს მსხვერპლი როდესაც არის სამოქალაქო პირების არის ნუ ჩაულებრივი რამეა ხდება ომს ეს მოაქვს ხოლმე და ამაზე სავსებით სწორად სავსებით ჰუმანურიდან გამომდინარე რატომ უნდა იღუპებოდეს თუნდაც ერთი ბავშვი რატომ უნდა ხდებოდეს სამოქალაქო ადამიანების დაზიანება ხო ეს ჩაულებრივი რამეა მიუხედავად ამისა კონვენციური ომებისა ეს მაგონებს დაახლოებით აი ნაპოლეონის ომის დროსაც კი თუკი მათ ამუნიციას აი ცეცხლსასროლმა იარაღმა ახალმა ტექნოლოგიამ შეცვალა ომის ტაქტიკა ოღონდ პირველი პერიოდი და ტანსაცმლიდან დაწყებული თუ ავიღებთ ხო მათ ეცვათ დროშის ფერები ერთმანეთის წინააღმდეგ იდგნენ აი გაიხსენეთ ხო ახლა ტელემაყურებლებსაც მიმართავ თეთრი წითელი ლურჯი ფერები რომლებიც თვალში ადვილად მოსახვედრი იყო ერთმანეთის წინათ იდგა ორი მოწინააღმდეგე ესროდა ერთმანეთს და საშინელი მსხვერპლი იყო ამან მიიყვანა იქამდე რომ შეიცვალა ტაქტიკა კამუფლაჟი მოიფიქრეს სანგრების გათხრა დაიწყეს და სრულიად სხვა ფორმა მიიღო ომმა მე ამას რატო შევადარე ხა დღევანდელ ომებსაც დღევანდელ სიტუაციაში საინტერესო რამე ხდება პოლიტიკური ხელმძღვანელობის განადგურება განა მეორე მსოფლიო ომის დროსაც არაპირებდა და ახსოვთ თეირანს 53 ფილმია გადაღებული სადაც გიტლერი აპირებს თავდასხმას სამივე ლიდერზე იმაში თეირანში ხო და ნუ მოსული ვარიანტი იყო ოღონდ
გარკვეული შემაკავებელი ფაქტორები იყო. დღევანდელ სიტუაციაში სრულიად შეიცვალა რეალობა. დღეს პოლიტიკური ლიდერების განადგურება ხო ერთ-ერთი ფორმა ან მისი დაჭერა ესე იგი ჰუმანურობიდან გამომდინარე პირველი პირების თუმცა კიდევ ამბობ ისტორიაში ხშირად ყოფილა ესე თუ კიდე გეუბნებით ან წიგნებიდან ან ფილმებიდანაც იმიტომ რომ ეს ფილმები ხო საბოლოო ჯამში იგივე ლიტერატურა აყალიბებდა აზროვნებას ადამიანების აზროვნებას აგუებდა რაღაცას ან პირიქით საწინააღმდეგო განწყობას იმაშობდა წარმოშობდა იყო ხოლმე როცა პირველი პირები ერთმანეთს ეუბნებოდნენ იმისათვის რომ აეცილებინათ სვერპლი აი დღევანდელ სიტუაციაში როცა ტრამპზეა საუბარი ხო საინტერესო პიროვნებაა ხე ბატონი ამბობდა იმას რომ მართლაც ბევრი უცნაურობები რომელიც აი ძალის პოზიციის დანახება დემოკრატიული ქვეყნებიდან ეს ყოველთვის იყო რაღაცა სხვა ფორმატში მოწოდებული და ამას პირიქით კონსერვატიული შეიძლება ითქვას ძალები ამბობდნენ რომ აი დემოკრატიის საფარქვეშ სინამდვილეში ხდება იგივე თქვათ პროცესები როდესაც ხდება ხელისუფლებების ცვლილება როდესაც სახელმწიფოში გადატრიალებას აკეთებ სინამდვილეში ხო ტრამპი რას აკეთებს ირანში მას უნდა ხელისუფლების ცვლილება ეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მან პირდაპირ თქვა იმიტომ რომ ეს რაც გააკეთა თქვათ იგივე მადუროს დაპატიმრება რა იყო ხო იქ მსხვერპლი არ მომხდარა იქ ოპერაცია ჩატარდა ისე რომ მსხვერპლი არ იყო და ფაქტობრივად ერთი ადამიანის მოტაცებით პრობლემები რომელიც დაგროვილი იყო მოიხსნა უკრაინის შემთხვევაში ხო უკრაინას და სხვათა შორის საინტერესო რამე თქვა ტრამპმა და უთხრა კიდევაც პუტინს რამდენი ხანია ვერ მოაგვარე ეს პრობლემაო მახეუმეო რამოდენიმე საათში მოაგვარე პრობლემაო ანუ რეალურად სამყაროში იცვლება ბევრი რამე ანუ დამოკიდებულებები იცვლება შეფასების კრიტერიუმები იცვლება ხო რეალურად დღეს არის საუბარი იმაზე რომ ქვეყანა რომელშიც არის დიქტატურა ქვეყანა რომელიც თავის ხალხს ექცევა ისე როგორც ექცევა მე მიმაჩნია რომ ასეთი ტიპის ქვეყანას თან ხელში აქვს არა მარტო ენერგომატარებლების ვებერთელა მარაგი არამედ ხელში აქვს და საშუალება იმის რომ ატომური იარაღი ჩაიგდოს ხელში მაშინ მე ვთვლი რომ ნებისმიერი ფორმით შემიძლია ასე ვთქვათ უზრუნველყო ის რომ ავაცილო საფრთხე ჩემს მოქალაქეებსაც რეგიონის მოქალაქეებსაც და ამიტომ დგავ ამ ნაბიჯს დაახლოებით ეს არის ტრამპის პოზიცია და სხვათა შორის ერთ რამეში გავს გიორგი ნახე რა თქვა მან გახსოვს პუტინმა რო თქვა თუ მე ლენინგრადშიო გავიზარდეო სადაცო ვისწავლე ერთი რამეო თუ ჩხუბი გარდაუვალიაო მაშინ პირველი ჯობია დაარტყაო ზუსტად იგივე გაიმეორა ტრამპმა ოღონდ სხვანაირი მოდიფიცირები და თქვა სანამ ირანი დამარტყავდა და შეძლებდა ატომური იარაღის გაკეთებას მე ჩავთვალე რომ უნდა დამარტყა ანუ პირველმა დავარტყი და ამას მივიყვან ბოლომდე ევროპა ესკალაციას არ ახდენს საინტერესო პოზიცია ევროპის პოზიცია და მე როგორც საქართველოს მოქალაქე რომელიც ამ სიტუაციას უყურებ მე ვხედავ რომ ევროპის ეს მოქმედებები სწორი მოქმედებებიცაა ის არ ახდენს ესკალაციას და არ მიდის არც ინგლისმა არც საფრანგეთმა თქვენ წარმოიდგინეთ გერმანიამაც კი თქვა რომ არ ჩავერევი ესე პირდაპირ ომში დატოვა რესურსი იმისი რომ მოლაპარაკებებისათვის მხარე არ იყოს ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის ომის დროს ტოვებს იმის რესურსს რომ მე მხარე არა ვარ მიუხედავად იმისა რომ ამერიკის იარაღი დღესაც უკრაინის ასე ვთქვათ მებრძოლებს აქვს მიუხედავად იმისა რომ დაზვერვითი მონაცემები ამერიკის შეერთებული შტატებიდან მისდის აქედან გამომდინარე რაღაც გარკვეულ ნაწილში შეიძლება ითქვას რომ როცა არის საუბარი რომ ერევა თუ არა რუსეთი ამ იმაში კონფლიქტში რა ფორმით ერევა არ ჩანს ეს პირდაპირ ეს არ ჩანს თუმცა ჩვეულებრივი რამეა რუსეთმაც დაიტოვა პოზიცია იმისი რომ განადგურება პოლიტიკური ელიტის მას მიაჩნია რომ არასწორია ჩარევა უცხო ქვეყანაში მას მიაჩნია რომ არასწორია თუმცა ამის იქით მისი მოქმედებებიც არ მიდის ანუ ჩვენ რეალურად ჯერ კიდევ ხედავთ ერთ რამეს რომ სანამ ეს თავშეკავების მომენტი არსებობს ჩვენ როგორც ერთ პატარა ქვეყანა საქართველოს ხო შანსი გვაქვს იმისი რომ ეს დაპირისპირების ესკალაცია კიდევ ბოლომდე არ გადაიზარდოს და ამან არ მიიღოს კიდევ უფრო მეტი სახე თორე 10000 კაცია დღეს უკვე ლაპარაკი გიორგი იმაზე აღარ არის 2000 კაციანი ბრიგადი შეყვანას 10000 კაცი გამზადებული ყავს რომ თუ დაჭირდა შეიყვანს იმიტომ რომ საუბარია პლუტონიუმის დაახლოებით 500 კილოგრამამდე რადიოაქტიური იმის გამოტანაზე რომელსაც
ხო 500 კილოგრამამდეა ლაპარაკი. და რასაც რუსეთის სხვათაშორის ერთ რამეს ამბობს, რომ როგორ ეს 500 კილო ნავთობი ხომ გინდაო წაიღო და ესეც შენიაო, ანუ რეალურად გაყოფაზე მიდი საუბარი, რომ ეს 500 კილოგრამიანი ესე შენ მიგაქვს ეგ როგორ არის, ხო? ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, ხომ სოფლიოში შემოვიდა ის წესები, როცა ძალის პოლიტიკაც არის, თუმცა გარკვეულ წილად იმეც ვიტოვებ და ხედავ კიდევაც, რომ რაღაც გარკვეული მორალის მომენტები მაინც არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ასე ვთქვათ მოსულა. ჯერჯერობით სანამ ეს არის, აი ბატონ იმასაც ვინც დაგვირეკა, ჯერჯერობით შანსი იმისი, რომ გინდაც ტრამპმა, გინდაც იმ ევროპამ, გინდაც იმ პუტინმა, გინდაც იმ არაბულმა სამყარომ, რომელიც ასევე ჩართულია. ისლამი და თან ისლამი არ არის ერთსახოვანი ისლამი. ისლამს აქვს თავისი განშტოებები, ისევე როგორც აქვს ქრისტიანობას თავისი განშტოებები. ისლამს აქვს თავისი ინტერესები, ეთნიკური ინტერესებიც, მაგალითად, ის სუნიტები არიან, თურქებიც და არაბებიც, მაგრამ მათ განსხვავებული ინტერესები აქვს. დღეს ეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი, ხო, რომელიც ახლა მიმდინარეობს, სინამდვილეში გარკვეულწილად ან ესკალაციას მოახდენს და უფრო დიდ დაპირისპირებაში გადავა, ან პირიქით იქნებ აქ გაჩერდეს და შანსები რომ გაჩერდეს არის და ამ შემთხვევაშიც ჩვენ თუ შევხედავთ ქართულ პოლიტიკურ ნაწილსაც, ჩვენი ასე ვთქვათ ერთის მხრივ მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ კარგია რომ ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც ხელში ის კოზირი აიღო, რომ მე ომში არ ვერთვები. მაგრამ შიგნით ქვეყანაში იმის გამო რომ მე ომში არ ვერთვები, რასაც მინდა გავაკეთებ, ეს არ ამართლებს, იმიტომ რომ რეალურად მე მინდა ერთი რაღაცა დავანახო. აი ჩვენი ასე ვთქვათ მაყურებლების დიდი ნაწილიც მე მგონი ამას ხედავს, რომ რეალურად როგორი სურათი იქნება, იცი რომ ერთის მხრივ მისი ალტერნატივა თითქოს არის ისინი, ვინც ომის პარტიას უჭერენ მხარს, ისინი, ვინც პირდაპირ მხარე არიან და ამბობენ, რომ მე ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის მხარეს ვარ და პირდაპირ მხარეზე ასე ვთქვათ დგანან და ამბობენ, რომ ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაიმარჯვოს დემოკრატია. მესმის, ამ ადამიანებისაც მესმის და თქვენც მინდათ რომ დაინახოთ სწორად, რომ ამ ადამიანებს სრული უფლება აქვთ ასე რომ ფიქრობდნენ. სხვა საქმეა შენ არ ეთანხმებოდე, შენ საფრთხეებს ხედავდე, შენ ხედავდე იმას, რომ ქვეყანას შეიძლება ეს პოზიცია აღმოჩნდეს დამღუპველი. ან გაიმარჯვებს ან არა, მაგრამ ამასაც რო თავი დავანებოთ, კაცო, შეიძლება გაიმარჯვებს კიდევაც, მაგრამ რამდენად გვაწყობს ჩვენ გეოგრაფიაში, ჩვენ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ის, რომ ჩვენ რომელიმე მხარე ვიყოთ და თანაც აგრესიული მხარე ვიყოთ, ხო? აი ეს მომენტი რასაკვირველია გასათვალისწინებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს პირდაპირ ტოლობის ნიშნის დაწერას, რომ ამას მხოლოდ ოცნება აკეთებს. ოცნება ამას ვერ აკეთებს ისე როგორც უნდა აკეთებდეს. აქ პრეტენზია ამაშია. ოცნებამ თავისთავად მას მოუნდა თუ არა. ნელ-ნელა ის მაინც მხარე აღმოჩნდა. თან მხარე, რომელსაც ბოლომდე იქაც არა გარკვეული სიტუაცია, იმიტომ რომ ქვეყნისთვის მომგებიანი მე ჯერჯერ ვერაფერი ვერ დავინახე. ხო, გარდა იმისა, რომ რაღაც გარკვეული ფირმები, რამოდენიმე ათეული ადამიანი მდიდრდება რუსული ენერგომატარებლების გატარებით. მეტი ქვეყანა მაქვს რაღაცა იხეირა, ჯერჯერობით ეს არ ჩანს. და პირიქით, მე რასაც ვუყურებ, რომ დასავლეთთან ურთიერთობის დაძაბვით ჩვენ ვკარგავთ სერიოზულ პარტნიორს, ჩვენ ვკარგავთ სინამდვილეში სერიოზულ მხარდაჭერს ხვალე რაღაცა სიტუაციაში დაბალანსება რომ დაგჭირდეს, იმიტომ რომ არ ხდება ესე ხო, რომ გინდა თუ არა რუსებიც ჩვეულებრივად ისინიც ისეთივე კაცრი მოთამაშეები არიან, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც ევროპა. არ არიან, არავინ არ გეფერება და არავინ შენს მეგობრობაზე თავს არ დადებს, იმიტომ რომ მათ აქვს თავიანთი კონკრეტული ინტერესები და ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ინტერესებში ჩაჯდომა და თანაც ეს არა მარტო მათთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც არის, ხო მისაღები, კაცო, ჩვენ რა გვირჩევნია, საფრანგეთივით, ეხლა გიორგი რო არის იქედან, ისეთი ქვეყანა გქონდეს, თავისი სოციალური სტრუქტურით, თავისი პოლიტიკური სტრუქტურით, თავისი სასამართლო სტრუქტურით, ადამიანის დაცულობით, ადამიანის ჯანმრთელობიდან დაწყებული, მისი განათლება, მისი პენსიაზე მისული ადამიანიც, აი, თავიდან დაბადებიდან სიკვდილამდე ადამიანი გარანტირებულად რომ ნორმალურად რომ იცის რომ უნდა იცხოვროს და თანაც იმაზე კი არა ადამიანის უფლებაზე ღირსეულ უფლებაზე, ცხოვრების უფლებაზეა ლაპარაკი. რასაკვირველია, ასე მინდა რომ ჩემი ქვეყანა იყოს, თორე ხა მშვიდობა ბევრ ქვეყანაშია, მაგრამ დაქცეულები არიან, კაცო. სასაფლაოზე რომ მშვიდობა ეგეთი უნდა, მაგრამ სიცოცხლე არ არის, ხო?
აქედან გამომდინარე, ჩვენ პრეტენზია სწორედ იმაზე გვაქვს, რომ შეიძლება ერთის მხრივ მშვიდობაც გქონდეს, შეიძლება დალაგებული სიტუაციაც გქონდეს და ამის აქეთკენ ნაბიჯების გადადგმაზეა საუბარი და ნუ დაგვამადლეთ იმას, რომ ომში რომ არ ახართ, ეს არის კიდე გეუბნებით, ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული, მაგრამ მარტო ჩვენზე არ არის. აი რომ მოინდომო სხვალე რუსეთმა რომ თქვათ, ირანს უნდა დავეხმარო და შენ ტერიტორიაზე უნდა გავიარო, იმიტომ რომ სომხეთის ტერიტორიით მინდა რომ გავიდე. რამე შევძლებთ რამეს ვიომებთ თუ რას ვიზავთ. ხო, აი მარტივ რა კითხვას ავსვავ. ან პირიქით რომ მოხდეს რომელიმე მხარემ ჩათვალოს რომ საქართველოს მჭირდება რაღაც პლასტარმისთვის, ხო? ამისი არც აცილება შეგვიძლია, არც სამხედრო ძალა გვაქვს, არც ჩვენი ეკონომიკა, არაფერი არ აქვს ამისთვის, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენი ამოცანა არის ალბათ რომ მაქსიმალურად ძალთა ბალანსი შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად მხარე კი არ ვიყოთ და თქვენ სომხეთი ახერხებს კაცო ამას. სომხეთი გარდა იმისა რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქვს კარგი ურთიერთობა, ახლახანს იყო აგერ იმაშიც, რა ქვია, SNG-ს ქვეყნების იმასაც ესწრება და აი წარმომადგენელი ყავს. არეგულირებს ამას, ხო? არა მარტო არეგულირებს, გოჩა, 4 მაისს ევროკავშირის სამიტის ფორმატია. ჩვენ ამდენი წელიწადია ევროკავშირთან ვიძახით რომ ევროკავშირი გვინდა ევროკავშირი სამიტის ფორმატი არასოდეს არ ქონია ევროკავშირის საქართველოს სამიტის ფორმატი. სომხეთმა შეძლო ის რომ მას სამიტის ფორმატი აქვს იმასთან რა ქვია ევროკავშირთან რომ ევროკავშირის 4 მაისს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ჩავლენ იმაში რა ქვია ერევანში და სამიტს ჩაატარებენ. ასეთი სამიტის ფორმატი აქამდე ქონდა მხოლოდ რუსეთს, ევროკავშირთან, ჩინეთს და უკრაინას. სომხეთმა შეძლო ამის გაკეთება, შურს თეთრი შური. ეხლა რომ ჩვენ იმას ვაკეთებდეთ გოჩა რომ აი კაი დასავლეთი მოვიძიულეთ. და მართლა შემოტრიალებულიყო ვექტორი და წასულიყო რუსეთისკენ. ვიტყოდი რომ რაღაცას აკეთებენ ჩვენი ოპოზიციასავით მე დაუძახებდი რუსებო და ამპლებონა იქაც არაფერს არ აკეთებენ არსად არაფერს არ აკეთებენ. გიორგი თან დროც გვეწურება და მე ამ თემაზეც ვილაპარაკოთ. სინამდვილეში ერთ რამეს აკეთებს ხოლოდ და მე მესმის რატომ აარჩი ეს პოზიცია ბიძინაევანიშვილმა, ანუ ადამიანი რომელიც თავისი ბუნებით არის იზოლაციისკენ მიდრეკილი, ასეთი პიროვნება მოიყვანა პირველ პირად, იმიტომ რომ რუსეთთანაც რომ ურთიერთობა დაალაგოს, ესეც კი საშიშია მისთვის. ამერიკასთან რომ ურთიერთობა დაალაგოს, ესეც საშიშია მისთვის. ანუ შეიქმნა გარემო, სადაც ფაქტობრივად ქართული ხელისუფლება უნდა იყოს იზოლაციაში იმის გამო, რომ არ აღმოჩნდეს, რომ ვიღაცამ საფრთხე შეუქმნას ბიძინა ივანიშვილის მმართველობას. და რატომ აარჩია ეს? აი ამაზე მე მგონი მეორე ნაწილში დავსვდეთ და ვილაპარაკოთ, რომ ასეთი არჩევანი და სინამდვილეში ხომ ქართული ოცნება და ქართული ოცნების მხარდაჭერი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია და ბიძინა ივანიშვილს უჭერს ხარს და არა იმ ხელისუფლებას, რომელი ხელისუფლებასაც ბიძინა ივანიშვილმა დღეს მიანიჭა თქვა და უთხრა რომ შენ უნდა იყო საქართველოს უნდა წარმოადგინოთ თქვენ. აი მოდი ამაზე ვისაუბროთ დასვენების მერე უკვე ჩვენი დრო ამოიწურა და დავიწყოთ ამ თემაზეც საუბრით და დროებით გემშვიდობებით ალბათ დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში დაგემშვიდობებით მე და გიორგი და გავაგრძელოთ შემდგომ მეორე ნაწილი.